გამარჯობათ კიდევ ერთხელ. დღეს გვექნება საკმაოდ საინტერესო საუბარი. ალბათ ბევრს გაგიგონიათ, რომ Windows 10-ში არის spy, ესე ვთქვათ. რომ Microsoft-ი ასე თუ ისე იღებს ჩვენგან რაღაც ინფორმაციას. შევხვდა ხელსაწყო, რომელსაც ქვია Destroy Windows 10 Spy. ხელსაწყო საკმაოდ მოქნილია, გამორთულია, რაც თავარია არ აქვს. იმდენი ბაგი, რომ შეცდომები ამოგიგდოს ან რაიმე მსგავს. პროგრამას აუცილებლად მოვაყოლებ, რომ აღარ დაგჭირდეთ ზებნა. მოდი დავიწყოთ. ჩავთვალოთ პროგრამას, ადმინისტრაციის უფლებით უკეთესი იქნებოდა. და ვაჭერთ Destroy Windows 10 Spy. პირველ რიგში ქმნის Restore Points, ანუ რომ დავაბრუნოთ თუ გავისევ ჩვენი spy. ერთხელ უკვე გაკეთებული მაქვს ინსტალაციის დროს, რამდენიმე თვის წინ. აღარ ვიცი ხა იზავს თუ არა უკვე. დაიწყო. ყველაფერი კარგად მუშაობს. ბოლოს მოგთხოვს restarts ახლა მე ვერ გავაკეთებ სამწუხაროდ. იმიტომ უარს ვეტყვი. setting-იდან რა შეგვიძლია? შეგვიძლია თავისი სტანდარტული აპლიკაციები წავშალოთ, მაგალითად 3D Builder. მოვნიშნოთ ამას. როგორც არის ეს დავტოვოთ და enable professional mode. არა ეს professional-ი არ გვინდა. იგივეს ვაკეთებთ მონიშნის შემდეგ, რომ წაიშალოს თავისი მეტრო აპლიკაციები. მუსიკის ლინკსაც დაგიდებთ. აგერ დაიწყო 3D Builder-ის წაშლა, კამერის წაშლა. აიქით მოდი ცოტა ხანის აღარ ჭირდება დაპაუზება. კიდევ არ მინდა და რესტარტება. ახლა გადავიდეთ utilities. რა არის აქ? აქ არის host ფაილის პირდაპირ რედაქტირება და აი რა გააკეთა. ეს ბოლოს ჩემი დამატებულია უკვე. ეს არის სულ რაც გააკეთა ჩვენმა anti-spy. ყველაფერი დავტოვოთ შეუცვლელად როგორც არის. შემდეგი restore system. ანუ აქ რაც გააკეთა ამან დასაწყისში, ანუ restore point-ის შექმნა, განახლების დაბრუნების point-ის შექმნა. ამით შეგვიძლია დავაბრუნოთ იგივე და
როგორც იყო ჩვენი SPA ისევ დავტოვოთ. Windows Update. ანუ Windows განახლება შეგვიძლია ჩავრთოთ. ან გავთიშოთ, მე გათიშული მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ანახლებს ხოლმე და არ მაქვს ხა მაგის ნერვები რომ ვეტილაო მაგას. ხო. Remove all DVS firewall rules. ანუ ამ პროგრამა შექმნა თავისი firewall-ის წესები, ანუ რა უნდა დაბლოკოს და რა არა. და შეგვიძლია ამით წავშალოთ ყველა წესი საერთოდ რაც შექმნა. About აქ გაეცნობით ვისი შექმნილია და readme აქ ინსტრუქცია არის. სულ ეს იყო დღევანდელი გაკვეთილი. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეოები და დააკომენტარეთ თუ გექნებათ კითხვები. მადლობთ რომ იყურეთ, წარმატებას გისურვებთ.